ქართული ოცნება ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს. ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად და მკვეთრად არის გაზრდილი. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864,000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამაჩვენებელმა გადააჯარბა 2 მილიონს. ანუ ხედავთ რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს ერთი მხრივ საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ ეკოლოგიური მდგომარეობის გავარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი და ამისათვის ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი, ასე ვთქვათ, წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ასევე ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა. 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება. პირველი ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. 1 იანვრიდან გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჯვრთულის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა. ასევე უკვე მომზადებულია მთავრობის ადგილების პროექტი, რომელთაც 1 ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს, რაც არის ბუნებრივი ასახული შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. კობახიძე ამტკიცებს, რომ მათ პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც აბალანსებს ერთი მხრივ ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის და მეორე მხრივ კი ეკონომიკურ ინტერესებს.